მშვიდობა ქართველებო, მე როგორც სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი და ჩვენი მეგობარი ბატონი ბესან მიქავა გავაკეთებთ შეფასებას საერთაშორისო დამკვირვებლებზე. ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი საქართველოში. მინდა გითხრათ, ჰელსინკის კავშირის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა 1991 წელს. ფართოდ დამოუკიდებელი საქართველოს მშოვართ. და იქიდან დღემდე ჩვენ მოვდივართ როგორც პირუთვნელად დამსახურებულად და ყოველგვარი ვიღაცებზე მუშაობის გარეშე ჩვენ დებთ ყოველთვის დოკუმენტებს საქართველოში თუ რამ ძიმე მდგომარეობა ადამიანთა უფლების დაცვის საკითხებში. ამას ისტორიას აღარ მოვყვები მეგობრებო, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის აკვირდება ეგრეთ წოდებულ ამ სამარცხვინო საარჩევნო სისტემას საქართველოსაც ხდება და ყოველთვის ჩვენ ვიძახოდით, რომ ნებისმიერი პუჩის მიერ ნებისმიერი დანიშნული ეგრეთ წოდებული არჩევნები არის არალეგიტიმური, არასამართლიანი და ეს ცხოვრებამ უკვე გამოაჩინა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხი უნდა გავსვეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიებს. თუმცა ცოტანი იყვნენ დღეს ეგრეთ წოდებული პანდემიის გლობალური პანდემიის გამო საქართველოში ცოტა დამკვირვებელი ჩამოვიდნენ. კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფაქტობრივად არანაირად ჩამოსულა და ჩამოვიდნენ ევროსაბჭოდან და ეუთოდან. საფრანგეთის დელეგაცია ასე ვთქვათ და ფაქტობრივად ეუთო ეს გახლავთ ევროპის უშუალო და თანამშრომლობის საბჭოს სათათბირი ასე ვთქვათ და ისინი აკვირდებიან ტრადიციულად ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ არჩევნებს. და ამას ეძახიან ეუთო ადამიანთა დაცვის ცენტრი ასე ვთქვათ, ეუთო ოდირის დასკვნებზე, დასკვნების შემდეგ იზიარებს ესა თუ ის სახელმწიფო, ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაციები მათ აზრებს, პირველად დასკვნებს. ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ 2011 ეგრეთ წოდებული არჩევნების შესახებ, ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ეს მათმა ფართოდ ასეთ სიტყვები იხმარა. ჯერ საოცარია ეს რომ დელეგაციის მეთაურმა ასეთი რამ განაცხადა, რომ ამ გაღადაგებულს ქვეყანაში ამდენი ფული რატო ტრიალებსო. ეტყობა საარჩევნო სისტემაზეა საუბარი, შეამჩნიეს როგორც ჩანს. შემდეგ ეუთოს დამკვირვებლებმა აგეთვე იხმარეს სიტყვა დამაშინებელი გარემო. ასეთი სიტყვა ჯერ არ უთქვიათ მათ არასოდეს საქართველოში დამაშინებელი გარემო. უკვე რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი რომ იქ რაღაც ფსიქოლოგიური დაშინებას უწევთ, თუ დამაშინებელი გარემო არის, ესე იგი ეს მეშინეს რომ ქვეყანაში არჩევნებზე თავისუფალ არჩევნებზე ლაბარაკი ზედმეტია. თუმცა იგივე ევროსაბჭოს დელეგაციამ, ნატოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც აკვირდებოდა ნაკთაგურებს, თუმცა ესე იგი ჩათვალეს არჩევნები როგორც კონკურენტიანი და ჩატარებული. თუმცა მათ არ უთქვიათ სიტყვა სამართლიანი, ლეგიტიმური, არ უთქვიათ ეს სიტყვები, არ უხმარიათ, მაგრამ აი ეს ოდირის აი ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიზიარეს აზრი, ბრიტანეთის საგარეო სამინისტრომ და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა. ეს პირველადი დასკვნებია. კაცო, რა მაინტერესებს იცით? ჩვენ არ გვიკვირს ახლა ჩვენ ძველი ორგანიზაცია ვართ და არ გვიკვირს ჩვენ აი ასეთი რა. როცა შევარდნაძე იყო ფაქტიურად აი არა უფლებამოსილი ადამიანი, როცა ის ფაქტიურად მოვიდა ტერორისა და სისხლის შემდეგ და თავი გამოაცხადა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო მეთაურად, როდესაც არ არსებობდა არავითარი თვით უკანონო საკანონმდებლო ასე ვთქვათ ბაზა და მან დანიშნა ეგრეთ წოდებული არჩევნები და აქ ლაპარაკი 1991 ოქტომბრის არჩევნებზე
ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე და საერთაშორისო დამკვირვებლობა იქიდან დაიწყეს. რადგან საქართველოში აი როგორი სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდა, აღარ გვიგვისახლა 1900 აღარ გვიგვისახლა ჩვენ წლევანდელი 1 ოქტომბრის ასე დასკვნას. და რა არის ეს, იცით რა არის? ჩვენ გვაგონებს იმას, რომ აი როცა მაგალითი მოიყვანეთ შევანაძეს, რომელიც არა აი მაგათ მე წავიდი ახლა პოლონეთში დაუშვათ ან ლიტვაში და გამოაცხადა თავი პრეზიდენტად. თუ მეთაურად და დავნიშნე არჩევნები მე ლიტვაში და მე საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარონ როგორც ეს არჩევნები როგორც სამართლიანი და ლეგიტიმური, ხო? რა არის ეს კაცო, რა უბედურებაა და ახლა აღარ მიგვისახლა ყოველ შემთხვევაში უკვე დაიხვეწა ეს პუჩისტური რეჟიმები და ყოველ შემთხვევაში ახლა არ ქნევენ ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია გააჩნდა და შემდეგ და არა გასაკვირია ახლა ასეთი მდგომარეობაში ასეთ დასკვნაზე. რა მინდა თქვა? საქართველოს არჩევნებს ასე ვთქვათ, აფასებს პირველ რიგში ქართველი ერი. ქართველი ერი აფასებს, ასე ვთქვათ. და აი დღეს ბორიას შნირს კობახიძეს, ამ პუჩისტა ოჯახის გამოზიდ კობახიძეს, სოროსელ კობახიძეს, მოხავს აი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები და ასე შემდეგ. მართალია იქ არ არის ნათქვამი, რომ ის სამართლიანი იყო ან ლეგიტიმური, მაგრამ მაინც არჩევნები ჩატარებლად ჩაითვალა, ასე ვთქვათ, ხო? თუ კი დამაშინებელი გარემოს ჰქონდა, რომ თქვენი სიტყვით მბრძანებთ ბატონო დელეგაციის წევრებო, რომ დამაშინებელი გარემო იყო. საბჭოებში რა იყო? არჩევნებში დამაშინებელი გარემო იყო, მეტი არაფერი არ იყო. მეტი არაფერი იყო საბჭოებში. ხომ არ გონი ნახე რამე ხდებოდა, ან ყუთების მოპარვა ხდებოდა, ან რაღაცა ხდებოდა, ან ხმების ასე შემდეგ და შემდეგ. დამაშინებელი გარემო იყო საბჭოთა ჯოჯოხეთური სისტემა. და თუ თქვენ ამას ამბობთ, რომ დამაშინებელი გარემო გახდათ საქართველოს 1 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნები, მაშინ რა არჩევნები ჩატარება შეიძლება ჩატარდეს ჩაითვალოს ვერ გავიგე. თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე. და კიდევ ერთი რომ აი იყო იქ ასე ვთქვათ, ეს ხო დასკვნა ეუთოს დასკვნა არ არის ასე ვთქვათ, დასკვნაში არ არის გათვალისწინებული ხმების დათვლა. და თქვენ წარმოვიდგინეთ რა ტოტალური ხმების მოპარვაზე იყო ადგილი აქ უკვე სხვა ის არის, რა ქვია, თემა არის. რა მინდა გითხრათ, ბატონებო, რომ თქვენ ამ წლების განმავლობაში აი ოშუთვაში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დამხობის შემდეგ მთელი ამ 10 წლების განმავლობაში თქვენ არ აკეთებდით კეთილსინდისე დასკვნებს. აი მე ამ შემთხვევაში ეუთოზე მაქვს საუბარი. იმიტომ ეუთოს დასკვნა განსაზღვრავს მე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს. არ აკეთებდით. განა შეიძლებოდა შევანაძის ეპოქაში აქ არჩევნები სამართლიანი ყოფილიყო? ან თუ გინებათ სააკაშვილის ეპოქაში? დაღალავაგები ახლა დღეს მაფიოზი ბორიას ეპოქაში? და არ აკეთებთ თქვენ სამართლიანი დასკვნებს. რაშია საქმე? პოლიტიკურ კორუფციას ხომ არ აქვს ადგილი საერთოდ. მე ახლა არ ვდებრავს ამ შემთხვევაში არ არის, მაგრამ მაშინ რაშია საქმე? თუ კი თქვენ ბელარუსიაში და ბელარუსეთში მიიგეთ სერიოზული დასკვნა, რომ თურმე აქ არ ჩატარდა ლუკაშენკოს პირობებში სამართლიანი არჩევნები და ლეგიტიმური და ეს დასკვნა დადევით ეუთომ პირველი დასკვნად. თუ კი ყირგიზეთშიც ეს მოხდა, ყირგიზეთშიც ხომ? აი რამოდენიმე კვირების ხომ? საქართველოს რაშია საქმე, ვერ გავიგე. საქართველოში რა საბადოა ამისანა, რომ თქვენ ყოველთვის დადებით დასკვნებს აკეთებთ. არა, მე როგორც ადამიანთა უფლებების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, ძველი წარმომადგენელი ჩვენი ორგანიზაცისა. რატომ აკეთებთ ამას? თუ აქ პოლიტიკურ კორუფციაზე არ არის საუბარი. თუ აქ კიდევ რაღაც სხვა ინტერესებზე არ არის საუბარი ახლა. თუმცა აი ამ პანდემიის პირობებში დღეს ასე ვთქვათ, ცოტა დამკვირვებელი იყო ჩამოსული, მაგრამ თავარი იყო ეუთოს დამკვირვებლებიდან ჩამოსულები და ასე დასვა დადეს. ამიტომ ერთ ამას გეტყვით, ქართველი ერს მე ვთქვათ, ქართულ ხალხს ხომ?
არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე ერი, ძალიან ნათელი გონების ხალხი და იცით რა თქვენი ასეთი დამოკიდებულება ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგების შემდეგ ძალიან ნდობა დაკარგული აქვთ. ძალიან ნდობა დაკარგული აქვთ. იძახით ცუდი იყო, მაგრამ არა, მაინც კარგია. ნუ რა არის ეს რა თუ დამაშინებელი გარემო იყო აქა. თუ ხალხის დაშინების პროცედურები იყო, შეწონებს ქონდა ადგილი. მაშინ შეიძლება სამართალ რაიმე არჩევნების ჩატარების შედეგი შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს მეგობრებო. კონკურენტიანიო იძახით. კი ბატონო, იყო, ნუ ახლა ერთმანეთს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, ეს ეგრეთ წოდებული პარტიები და ასე შემდეგ. ნუ გასაგებია, მაგრამ მაინც ამბობთ, რომ არჩევნები ჩატარდა. არ არის ბატონო ასე. არ ვიცით იმ ბნელმა შევანაძის პოლიტიკურმა, ასე ვთქვათ, ბინძურმა ხელმა რა თაფლი მოგცხოთ ასე ევროპის და დასავლეთის პოლიტიკურ დამკვირვებლებზე ამ არჩევნებზე რა თაფლი მოგცოთ არ ვიცი და ეს თაფლი რატო გადააგდეთ თუ აღარ ეს თაფლი აღარ მოგშორდათ ეს შანის თაფლი აღარ მოგშორდათ სულ ამას იმეორებთ კაცო ვინც არ უნდა იყოს აქ ვინც არ უნდა იყოს ავშოთ თუ გნებავთ კრემლის ნასეთკა იყოს აქ ხელისუფლებაში თუ გნებავთ დასავლეთის ნასეთკა არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში თავად თქვენ ობიექტურ სიმართლეს არეუნებით ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქართულ საზოგადოებას სოფლის საზოგადოებას არეუნებით სიმართლეს თუ კი ვენესუელაში ჩატარდა არჩევნები და ვენესუელაზე უკეთესია ბორია ივანაშვილის რეჟიმი თუ სააკაშვილის რეჟიმი თუ შანაძის რეჟიმი და შანაძის რეჟიმა გადააჭამა ყველა ტერორისტულ რეჟიმებს შორის ტერორით მოვიდა ტერორით ახნო ახლა რაშია საქმე რას გაძლევენ ამისანაც ეს მაფიოზები კაცო ამიტომ ჩვენ ჭეშმარიტი ადამიანების დამცველები საქართველოში არ ვიზიარებთ თქვენს დასკვნებს არ გავიზიარებთ არაერთარ შემთხვევაში ბატონებო ეს უნდა გამეკეთებია სადღაც იმიტომ ამდენი ტყუილები ამდენი სიცრუეები ამდენი ასე ვთქვათ მატყუარა დასკვნები ეს აბა რა არის კაცო აბა რა არის კაცო რა არის კაცო აბა ვერ გავიგე რა არის ესა რას წარმოადგენს ესა და რას ითვალისწინებს ეს ვერ გავიგე რომ თქვენ მაბადიეთ ძალიან ცუდად ვიტყვი რუსულად ვიტყვი აპრავებთ ამ რეჟიმებს ეს მაინტერესებს თქვენი მე ბევრჯერ მქონდა ამაზე შეკითხვა თქვენს მიმართ მე ლაპარაკობ დამკვირვებლების მიმართ საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ ლაპარაკობ რა არის თვით დღევანდელ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი სიმართლე თქვენს ვიდრე თქვენ თვითონ ეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან 1000 მოსყიდუნი ვიზი აღარ მუშაობენ ეს ადამიანები მაგრამ უფრო მეტი სიმართლე თქვენს ვიდრე თქვენ კი იყო ცუდი მაგრამ კარგი რა არის ეს ვერ გავიგე არა იყო ცუდი კარგი კი იყო რაღაცა მაგრამ კარგია ნუ რა არის რა სიტყვებია რა განცხადებებია ამიტომ ჩვენ დიდი ხანია თქვენ და მინდობა დაკარგული არის ქართულ ხალხზეა საუბარი აქა და პროგრესულად მოძღვენ ადამიანებზე საუბარი და თქვენ ასე საქართველოში დემოკრატიას კი არ უწყობთ ხელს თქვენ უწყობთ ზუსტად ფუჩისტურ ბენელი ძალების გაბატონებას ჩვენს ქვეყანაში და არავითარი პროგრესი ჩვენი სახელმწიფოს განვითარების არ ხდება ბატონო ჩემო არავითარი პროგრესი არავითარი ნაბიჯი დემოკრატიისაგან არ ხდება არავითარი სამართალი საზოგადოების შექმნა არ ხდება იმიტომ რომ არც კაცობრიობის ისტორიაში რაც დღემდე მოპოვებულა ასე ვთქვათ პოლიტიკური მმართველობა ეს არის არჩევნები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იყო ეს რომის იმპერიაში იყო ჯერ კიდევ სოთაშორის და ჯერ საბერძნეთში ასე ვთქვათ ელადაში ხომ და თქვენ რას აკეთებთ კაცო რომ ამ იმიტაციურ ფსევდოარჩევნებს ხო აპრავებთ და ახლა შემდეგ კიდევ მის შედეგებს იცით როგორც დამაკმაყოფილებას და როგორც სამართლიანს და როგორც შემდგარს გაუგონარი რამ არის
თან თქვენ გამოდიხართ EUTO-ს ადამიანთა უფლებების დაცვის საყელით. არის ვენაშია ცენტრი, საერთაშორის ვენაშია ცენტრი, EUTO-ს ცენტრი, ასე ვთქვათ. და რა არის ესა და მე თქვენი განცხადები და თქვენი დასკვნები ბატონო ჩემო მე დასკვნებს იზიარებს სოფლიოს სახელმწიფოების ხელისუფლებები და საერთაშორისო უნივერსალური ორგანიზაციები. თქვენი დასკვნებით საგლოს მე გაეროს რომელიც აკეთებს საბოლოო დასკვნას. თუ გინებავთ ევროსაბჭო და ასე შემდეგ, ხომ? ევროკავშირი ასე ვთქვათ, ხომ? რა არის ეს ვერ გავიგეთ. ვერ მიჯინებით, იმიტომ რომ უკვე ეს მარკინგი ტრადიცია უკვე დამკვიდრებულია თქვენს მიერ და ეს მარკინგი ტრადიცია იმ ტერორისტთა მეთაურმა შაუნაძის თაფლით წასმული და რაღაცა შეჭამეთ ის თაფლი და რაღაც მოიხერეთ ის თაფლი მეგობატონებო. ჩვენი ასოციაცია არიზიარებს თქვენს დასკვნებს არამატ თუ დღევანდელ 31 ოქტომბრის დასკვნებს ეგეწოდებულ შემდგარ არჩევნებს არამედ აი ამ მთელი 10 წლების განმავლობაში შემდგარ ეგეწოდებულ არჩევნებს. თორემ 1990 წლის 28 ოქტომბერს რომ თქვენ იყავით ჩამოსულები საერთაშორის და 26 მაისს თქვენ აღიარეთ როგორც სამართლიანი ლეგიტიმური და არასაბჭოური არჩევნები. პირდაპირ ასე თქვით თქვენა არასაბჭოური არჩევნები. არასაბჭოური ეს ისე რომ იყო მრავალპარტიული არჩევნები. და რა არის კაცო ეს ამდენი ტყუილები და ამდენი სიცრუე არ შეიძლებოდა რომ ეს საჯაროდ არ განეკეთებდეს განცხადება იმიტომ ახლა მოდი მალე ზოგი ჭირი მალე და ვერ დამალავ ჭირს და თქვენ ამით ესე იგი უწყებთ საქართველოს განვითარებას უწყებთ ხელს საქართველოს სახელმწიფოს დაკუთვნებას უწყებთ ხელს საქართველოს დაქცევას უწყებთ ხელს რომ საქართველოს არ გახდეს სამართლიანი სახელმწიფო და თუ სამართლიანი სახელმწიფო არის იქ დემოკრატიაზე და რაიმე პროგრესზე ლაბაგი ზედმეტია ეს კარგად მოგეხსენება თქვენ ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები ხართ ხომ და ამ სფეროში მუშაობთ სამართლის სფეროში მუშაობთ მე მიძინები თქვენს ნებისმიერ განცხადებებს 1990 წლიდან დღემდე ბატონო ბესანი მიკავას ვთხოვთ გამარჯვებით ქართველებო ქრისტესთვის ზვიადისთვის და საქართველოსთვის დიახ ბატონო გიორგი სრულად გეთანხმებით და მინდა ორიოდე სიტყვა მეც დავამატო ბელორუსიაში თქვენ ძალიან მკაცრი დასკვნა დადე და უფრო მეტიც ხელისუფლების წარმომადგენლები შეიყვანეთ სავშიასი და მათ აუგზავნეთ ყოველგვარი ანგარიშები და სანქციები დაადეთ ასე ვთქვათ და თუ ასე იქცევით ბელორუსიაში სადაც ბოდის გიხდით მაგრამ იქ ჩატარებული არჩევნები ბევრად უფრო დემოკრატიული იყო ასე ვთქვათ იმიტომ რომ იქაც მაინც და მაინც ასეთი გაყალბებები არ ჩანდა ერთადერთი იქ იყო როგორც თქვენ ბრძანებთ და როგორც საქართველოს თქვით დამშინებელი გარემო ესე იგი როგორც საბჭოთა სისტემის დროს ხო ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში ბატონებო შიში იწყება არა ჯერ გარედან არამედ შიგნიდან ჯერ შიგნით ხდება სისტემაში შიშის დანერგვა თითოეული ხელისუფალი თითოეული წარმომადგენელი არის ტერორის ქვეშ ის თუ არ მოემსახურება კონკრეტულ პიროვნებებს კონკრეტულ სისტემას ის იქნება ან სისტემიდან გარიცხული ან დაპატიმრებული და ასე შემდეგ სხვადასხვა მეთოდებით რომელთა მეთოდები არის ძალიან ბევრი ბატონებო ამის მერე შიგნიდან გამოდის მერე ზუსტად ის ადამიანები ვისაც აქვს ურთიერთობა ხალხთან ჩვეულ ადამიანებთან ისინი გადასცემენ ამ შიშს და ამას ქვია ის დამშინებელი გარემო ბატონებო რაც ბელორუსიაში იყო რა თქმა უნდა ყველაზე შინია ამდენი წელიწადია და ან იქიდან გაანთავისუფლებს ან მოათავსებენ ციხეში და შესაბამისი დასკვნა რვით ვერ დავიმსახურებთ ჩვენ ბატონებო ქართველებმა რა დავაშავეთ ჩვენ ბოდის გიხდით პაპუასების წინააღმდეგ მე არაფერი არ მაქვს რამე თუ დღესაც იქ პაპუასებში არ ტარდება არჩევნები და იქ თემური წყობილებაც არ არის ასე რომ ვთქვა და ამიტომ ჩვენც ხო პაპუასებად არ მიგაჩნი ხართ ხალხო ასევე მე მინდა
ხაზი გაუსვა ერთ მომენტს, ბატონებო, დღეს უკვე რუსეთს ვერ დავაბრალებთ, ხო? ამ შედეგებს, რაც აქ ხდება, კი რა თქმა უნდა, რუსეთის ფული ტრიალებს, რუსეთის ხალხი ტრიალებს, რუსეთის დაფინანსება ტრიალებს და როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ. ეხლა დიდი ბოდიში, მაგრამ რატო არ იღებთ ხმას, რომ ის ფული, რომელიც აქ ტრიალებდა, რომელიც თქვენ თქვით, რომ გაღატაკებულ ქვეყანაში ამდენი ფული საიდან ტრიალებსო, რომ არაფერი თქვათ კორუფციაზე, საიდან და ბატონო, როგორც ბატონმა გიორგიმ ძალა, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთს იშოვა ფული. არა მარტო იშოვა ბატონებო, ის არის მეწილე ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციის. გამიგეთ? რომელშიც წილი უდევს მას და არა მარტო ერთ. არ ვიძახი არაფერს როსბანკი და სხვა რაღაცები რაც ხონდა. არამედ ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რაც არის რუსეთის გაზი, ხო? და ნავთობი იქ აქ რამოდენიმე პროცენტი წილი, რომელიც ძალიან დიდი თანხაა და არა მარტო მას, ბატონებო. ეს ფული ბევრი იქიდან მოდის. და თუ თქვენ უправებთ მათ არჩევნებს, მაშინ გამოდიხართ თქვენც იმ კიდან ხო არ იკვებებით, ბატონებო. თქვენი დავალება პირდაპირ კრემლიდან ხო არ მოდის. იმიტომ რომ სხვანაირ ხო პოლიტიკური კორუფცია, რაც ბატონმა ბრძანა და სხვათა შორის შვენიერი სიტყვა რაც ესადაგება. ამას ქვია პოლიტიკური კორუფცია. იმიტომ რომ გარკვეული თქვენი იდეალები, რომელიც გააქვთ და რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, რომელიც ეხება არჩევნებს, სამართლიანობას, კანონიერებას, ის ჩვენს მიმართ 30 წელიწადია გულვებელყოფილია. არაფერს არ ვიცახი კანონიერ ხელისუფლებაზე, რომელთანაც საერთოდ ურთიერთობა არ გინდათ გქონდეთ, არ კითხულობთ, უფრო მეტიც ხაზი მინდა გაუსვა უზენაეს საბჭოს შვილობილი, ასე ვთქვათ, ორგანო, აფხაზის უზენაეს საბჭო, რომელიც მოქმედებს დღეს და თქვენს მიერ არის ცნობილი და რომელიც მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი აფხაზეთიდან. მაშინ იქ რატო არ იყო წარმოდგენილი ასევე უზენაეს საბჭოს წარმომადგენლობა, გულისხმობა, ან იურიდიული კომისია, ან ასე შემდეგ. ეს უკვე უზენაეს საბჭოს გადასაწყვეტი იყო, მაგრამ ეს როგორ შეიძლება შვილს აღიარებდეთ და მამას არ აღიარებდეთ, კაცო? ასევე მერე თქვენ გიქვირთ, ბატონებო, რომ ანტიევროპული განწყობა ან ანტიამერიკული განწყობა იგრძნობა ზოგიერთ, ასე ვთქვათ, მოსახლეობაში. ხო? ამას თქვენ აძლევთ. თქვენ კვებავთ ამათ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის საკმაოდ გონიერი ხალხი, რომელიც ორმაგ სტანდარტებს ვერ იტანს და სხვათა შორის სააკაშვილის მიერ დაწყებულმა რეფორმამ, ხო? რომელიც თავიდან მართლა საჭირო იყო და კარგი იყო, ქართველი ხალხი მას დაეთანხმა, მის წინააღმდეგ კი არ წავიდა და კანონებს დაემორჩილა, სხვათა შორის, რაც ჩემთვის მაგალითად მე პირადად არ მეგონა. აი ვაღიარებ დღესაც, მაგრამ როგორც კი მისმა სადისტურმა რეჟიმმა და თვითონ როგორც სადისტმა დაიწყო კანონების დარღვევა, იმ წუთას ქართველი ხალხი მას განუდგა, ბატონებო. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ვერ იტანს ორმაგ სტანდარტებს. ამიტომ გიქვირთ ფული საიდან არის? საიდან და ბატონებო იპარავენ. ქურდობენ. როგორც აქ, ასევე უცხოეთში. ეს რუსეთი იქნება, ევროპა იქნება, ამერიკა იქნება. არა აქვს მნიშვნელობა, ბატონებო. იმიტომ რომ როდესაც საქართველოში მოკლული იქნა ილია ჭავჭავაძე, საქართველოს მშა სტალინი, მერე და სტალინმა რა დამართა მსოფლიოს, ნახეთ. როდესაც საქართველოში მოკლული იქნა ზვიად გამსახურდია. საქართველოს მშვა პოლიტიკურად ედუარდ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი, რომელმაც რა დამართა
სოფლიოს კაცმა, რომელმაც დღეს გიყვირთ ქურდური მენტალიტეტიო, ჯაბა გამოდიოდა ბატონებო არჩევნებში და ოფიციალური ქურდი მონაწილეობდა არჩევნებში. უფრო მეტიც ხდებოდა ბეიკერს, ხდებოდა ელცინს და ხდებოდა სახელმწიფო მოღვაწეებს, კაცო. საქვეყნოდ ცნობილი ქურდი და ყაჩაღი. გაფუჭებული ქურდი. ხო, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული იმ ქურდებიდანაც გაფუჭებული, მაგრამ ასე ვთქვათ, იურიდიულად ის ქურდი ყაჩაღი იყო. და თქვენ მას ხვდებოდით, მე დღეს არ მიგვირთ თუ ასე ვთქვათ, უკვე ვიღაც შნირები მართლა რომ გამოდიან იქ ქუჩაში და რაღაცებს რო ცდილობენ, ეგაა პირდაპირ ქურდები იყვნენ ჩართული არჩევნებში ბატონებო და უფრო მეტიც ესეც მახსოვს და მე ამის დამადასტურებელ მაგალითებს მოგიტყვან პრესაში გამოქვეყნებული, როდესაც ამბობდით რომ დეპუტატებს ნიშნავენ ადგილობრივი ქურდები. ეს არის იმ ეგრეთ წოდებული იმედის არჩევნებზე და შემდგომ არჩევნებზეა საუბარი ბატონებო. და სახელი და გვარების დასახელება შეგვიძლია. ამიტომ დღეს უბრალოდ როგორც ბატონმა გიორგი ბძანა დაიხვეწა და იმ დოზით არ ხდება ასე ვთქვათ აი ამ უკანონოების საჯაროდ გამოვლინება, იმიტომ რომ ახლა შედარება არ არის მართლა შუქს არ აკრობენ და ყუთს არ იტაცებენ და მთლიანად საარჩევნო უბლის დახურვა არ ხდება და ბეტერებით მისვლა არ ხდება, თორე ჩვენ ისიც გვახსოვს ყუთები რომ ბეტერებით გადაქონდათ ბატონებო. ხო, მაგრამ ეს რაც დრო მიდის, მაინც ჩააქრეს ვაშის. ხო, ეგ არ ვიცოდი. ხო, ამიტომ თქვენს მხრიდან და აი ამ საოკუპაციო რეჟიმის და აი ამ ასე ვთქვათ საბჭოთა ნომენკლატურის მიერ ხდება არჩევნების დახვეწა. ბოლოს იქამდე მივლენ ბატონებო, რომ თქვენ შეიძლება მოგაჩვენონ მსოფლიოს იდეალური არჩევნები გაჩვენონ და ამ დროს საერთოდ არჩევნები არ იყოს. როგორც საბჭოთა კავშირში, ახსენა ბატონმა გიორგიმ, საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა ყუთების მოპარვა, გაყალბება, არ ხდებოდა არავინ, არაფერს არ აყალბებდა ბატონებო. ყველა მიდიოდა და აცლებდა ხმას, ვინც მიდიოდა. გარემოება იყო ისეთი, აბა გაგებედა და არ მიგეცა ხმა. დამთავრებული იყო შენი საქმე. შე ეგ არის და ეგ. და იქამდე მივლენ ესენი ისეთ სისტემას შექმნიან, უფრო დახვეწეს, იმიტომ რომ როგორც ქართველ ადამიანს, როგორც სიკეთით შეუძლია ბევრი კარგის მოგონება, ასევე მას ბევრი ცუდის მოგონება შეუძლია ბატონებო. ამას ჩვენ გეუბნებით და გავთხილებდით მაშინაც, გეუბნებოდით, როდესაც ჩვენ თუ თქვენ ხერს დაუჭერდით რუსეთის იმპერიას, იგივე ჩეჩნეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის იმპერია გაძლიერდებოდა, როდესაც დაშლილი იყო რუსეთის იმპერია ელცინის პერიოდში თითქმის. და ეს ბრძანა კონდორიზა რაისმა, მან ბრძანა რომ ჩვენ არ მიგვეცა მისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა, რუსეთის იმპერია დღეს აღარ იარსებებდაო. დიახ ბატონებო, და დღეს თქვენ უარეს აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ თუ გონიათ ლუკაშენკო არ უყურებს რა ხდება საქართველოში, თქვენ თუ გონია ახლო აღმოსავლეთი არ უყურებს, თქვენ თუ გონია თურქეთი არ უყურებს, დღასვა სახელმწიფოები ძალიან ცდებით და ამას ამ ანგარის მერე არა მარტო ჩვენ, სხვა სახელმწიფოები, რომელიც უკვე დიდ პრობლემას შეგიქმნიან, ხვირწინ მოგაფარებენ ბატონებო. იმიტომ რომ არსებობს ასეთი ფორმულა, რომელიც მაცხოვარმა ბრძანა, ვინცა מחვილი აღიღოს, מחვილითავე შეიმუსროს. ასევე სახარება გვასწავლის მერე, რომ ნუეძებო სხვის თვალში ბედს, საკუთარ თვალში ნახეო დირე. აი ამ ლოგიკით რუსეთში მომავალში ჩასატარებელი არჩევნები იქნება თუ ეგრეთ წოდებული არჩევნები, აი ამას დაგიდებენ ბატონებო და ეს იმპერიას უხანგრძლივებთ ამით თქვენ დროს.
და იდეოლოგიურად ბოდის ვიხდი, მაგრამ იდეოლოგიურად მისი გამправებლები ხართ. ხა ჩვეულებრივი ადამიანი იფიქრებს, რა განსხვავებაა რუსეთის იმპერიაში ყოფნის დროს დღევანდელ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ გარემოში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, საქართველოს ყოფნას, თუ იქაც იგივე პოლიტიკური კორუფცია მიმდინარეობს. იქ პოლიტიკური დაშინება იყო და აქ პოლიტიკური კორუფცია. ეს უფრო საშიშია ბატონებო, იმიტომ რომ ქართველი ერი იდეოლოგიურად დაუმარცხებელია. მას თქვენ ვერ წაართმევთ ენა, მამულს და სარწმუნოებას. მაგრამ ამ შემთხვევაში, რასაც ქვია კორუფცია, ქართველები მსუყე, ასე ვთქვათ, ნაჭერზე უარს არ ამბობენ. მადლობთ ყურადღებისთვის. ესე იგი, თქვენ რომ დაუშვათ იყოთ პოლიტიკური ამათუნ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თქვენი პოლიტიკური გემოვნება, ეს თქვენი საკითხია და პრობლემა, მაგრამ აქ როცა თქვენ ჩამოდიხართ ეუთოს სახელით და ეუთოს ოდირის სახელით და ადამიანთა დაცვის სახელით და როგორ თქვენ პრეტენზია ობიექტურობისა და მიუკერძებლობისა, ამაზე აქვს ჩვენი პრეტენზია თქვენდამი. თან არა, შეიძლება ჩამოვიდეს ვიღაც კონსერვატორი თუ ლიბერალისტი დაუშვათ და თავის პოზიციაზე გამოხატოს და ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ბატონებო, მიუღებელია ეს თქვენი განცხადებები, თქვენი დასკვნები, თქვენი ასე შემდეგ, იმიტომ რომ თან კიდევ სხვათა შორის აი ამ პანდემიის პირობებში რადგანაც საფრანგეთიდან ჩამოსული ხალხი, საფრანგეთის მოქალაქეა თუ არ ვწდები ბორია, ხო? ივანაშვილი. ხო, თუ არ ვწდები, ხო? ხო, თუ არ ვწდები ბორია ივანაშვილი და ესეც რაღაც ეჭი ხომ არ არის, გონიული ეჭი გვაქვს იმისა, რომ ამ შემთხვევაში რაღა მაინდამაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა ეს წამყვანი ასე ვთქვათ, დამკვირვებელთა ჯგუფი. რადგან გერმანიიდან ჩამოვიდა მაგალითად, ბრიტანეთიდან დაუშვათ, შეერთებულთან არ იყო ჩამოსული, შეერთებულთადებიდან იქიდან აკვირდებოდნენ ვიღაც კონგრესმენები და შემდეგ ბატონო ჩემოდა. აი ეს არის საინტერესო და ესეც საინტერესო მოვლენა. იმიტომ რომ ფულს, მაფიოზების ფულს დიდი ხელები აქვს. ყველგან საფრანგეთი იქნება, მე ალაბაგავ ჩვენ გაღატაკებულ სამშობლოში. საფრანგეთი იქნება, იტალია იქნება, თუ სხვა ქვეყნები ახლა. ესე იგი ხდებით ხალხო, რაზე მიგანიშნებთ ყურადღებას, ხო? აი ესეა და ამიტომ ესე იგი გაოგნებული ვარ კაცო, იძახი დამაშინებელი გარემო იყო. და დამაშინებელი გარემო არის ესე იგი თუმე რეჟიმია, თუმე გარემოა, თუმე დამაშინებელი. ანუ საბჭოთა ჯოჯოხეთია, ხო? და მიძახით რომ ჩატარდა კონკურენტიანი და არჩევნები დამაკმაყოფილებელია. რა არის ეს კაცო ეს ორაზოვანი განცხადებები ეს? არა, კიდე გეუბნებით კაცო ახლა ახლა ბელარუსია არის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, ხო? ძალიან სერიოზული დიდი სახელმწიფოა, ხო? ბატონო ჩემო, ხო და ხო, ხო, არ არის ხადაკი ქვეყანა და ეს პატარა ქვეყანა ჩვენი სამშობლო მცირე რიცხვაზე ჩვენს ქვეყანაზე აქვს, თორე ჩვენ დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ, ასაკურია, მაგრამ რა არის ეს ასე ბოდიში ენის მოჩნიнгვა, ასე ენით მოჩნიнгვა ლაპარაკი ყველა დროში კაცო, შევანაძე სააკაშვილი ყველა დროში კაცო, რაშია საქმე ვერ გავიგე. რაშია საქმე კაცო ეს ამაზე ჩვენ გავაკეთებთ დასკვნებს ანალიზს მე არ მინდა რომ ემოციური იყოს ჩვენი დასკვნები და ჩვენი ანალიზი მაგრამ ამას ჩვენ გავაკეთებთ ამაზე სპეციალურ და ანალიტიკურ აზრებს დასკვნას გავაკეთებთ რასთან გვაქვს საქმე საერთოდ კაცო თუკი რუსეთის არ გეშინია დამყედა იმპერიისა პუტინის დაუშვათ თუკი თქვენ არ გეშინიათ დაუშვათ ბელარუსა დიდი სახელმწიფოა ხო ნუ ევროპაში ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ასე და ვერ გაიგეს საქართველოს ასე გეშინიათ კაცო ამ ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმისა და მაფიისა თუ გნებავთ რომ სიმართლე ლაპარაკობთ კიდე გეუბნებით რა თაფლი მოგწყოთ იმ ავასახსენებელმა ეგრეთ წოდებულმა დიდმა პოლიტიკოსმა ანუ საბჭოთა მამათელმა მილიციონერმა შევანაძემ. რომ ის თაფლი აღარ დამთავრდა თაფლის წასმა კაცო თუ თაფლის ჭამა. ძალიან ცუდად მაპატიეთ და ცუდად გაეჭხირეთ საქართველოს საკითხებში. ძალიან ცუდად ეჭხირებით. მაპატიეთ ამ ცოტა ვულგარული გამოთქმისათვის. ცუდად რაღაცა. რა არის ეს კაცო ახლა? კაი რო იყოს კრემლის დაუშვათ დამკვირვებელი არ გამიკვირდება.
არ გამიგდებ რომ აი კრემს დამკრებელია და გასაგებია რა უნდა კრემს. მაგრამ თუ მოდიხარ ვენიდან, ჩამოდიხარ პარიზიდან, ჩამოდიხარ მინდა რა ვქვა ბრიუსელიდან, ხო? რა არის ეს დასკვნები, ეს არაადეკვატური დასკვნები, კაცო, წლების განმავლობაში, კაცო, რა არის, კაცო? და მე აი ეს ბინძურები, მაფიოზები, პუჩისტები, აი ამ დასკვნებს იმაშებიან ქართულ ხალხს. აი ახლა მაგას გუშინ წინ საზრდელი შესახადობა იყო ამ ივანაშვილის შნირების, ამ კობახიძის, მდინარაძის, რა ქვია, თალაკვაძის, აიო, თქვენ მინახატო საერთაშორისო განცები ლაპარაკობთ ჩვენს დამოუკიდებელი და იმას არჩევნებს წარმოგიდგენიათ, ასე ლაპარაკობდა სააკაშვილის ისინიც კიდე შნირები. ასე ლაპარაკობენ შანზის შნირებიც, ლაპარაკობდნენ. რა არის ეს კაცო, თქვენ ვინახავთ, კაცო? ამაზე ჩვენ გავაკეთებთ ოფიციალ წერილობის განცხადებას ცოტა შორის. ძალიან ყოველგვარი ემოციების გარეშე და გონიულად და აზროვნულად და შემდეგ ბატონო ჩემ მეტყვი. ასე თქვენი შეხედულებები და თქვენი დასკვნები, რომელიც თქვენ სამართლიანობის ექსპერტებად ახართ მიჩნეული, სოფლიოში ასე ვთქვათ, ხო? სამართლიანობის ექსპერტებად მიჩნეული და იურისტებად მიჩნეული და მიუკეთებლები, ასეთი თქვენი არადეკვატური დასკვნები ჩვენ სახელმწიფოს კი არ აძლიერებს, ჩვენს დაუმოუკიდებელ სახელმწიფოს კი არ აძლიერებს, პირიქით აცამტველებს. და რომ არ შეიქმნას აქ სამართლებრივი სახელმწიფო. რომ არ შეიქმნას აქ დემოკრატიული სახელმწიფო, მართლა სამართლები და მართლა დემოკრატიული სახელმწიფო. ის კი არა რაღაც იმიტაცია დემოკრატიისა და იმიტაცია რაღაც სამართლიანობისა. აი თქვენი დასკვნები და თქვენ მნიშვნელოვანი ხართ ამ მოვლენებში, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ამ მოვლენებში. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი ასეთვაში და თქვენ რაც დამოუკიდებელი გახდა საქართველოს რესპუბლიკა და დამოუკიდებლობის ავტორები რომელიც მოსპეს და განადგურეს ამ პუჩისტებმა და ტერორისტებმა იმის შემდეგ თქვენ ამ ბინძურებს ამ ხროვას მართლა რომელიც დამაბკოლებელიანიან ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა თქვენ ასე ვთქვათ კოჩ უგორებთ უხრეთოდ კოჩ უგორებთ ეს არ გამოვა ბატონო ჩემო კიდევ ერთხელ ვაცხადებთ რომ ჩვენ მემიჯნებით ჭეშმარიტი ადამიანთობის დამცველები ჭეშმარიტი ასე ვთქვათ ძელი ორგანიზაციები მემიჯნებით ამ თქვენ ეგრეთ წოდებულ დასკვნას და ვერ გავიზიარებთ ამ დასკვნას საერთაშორისო თათახედვით ვერ გავიზიარებთ თუმცა თავარი აზრი არის ქართველი ერი თავარი აზრი და კიდეც არ შემიძლია თქვენ ამერიკის შეტატების საერთაშორისო განცხადებაც. კელი დეკნანი, რომელიც ასე გამოდიოდა თავისი ასე ვთქვათ განცხადებებით ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო განცხადებებით, რომ პატრიოტსანი არჩევნებია და იმათ გაიმეორა ისე წერს საერთო რომ ჩვენ ეუთოს დასკვნას ვიზიარებთ. ნუ კაი, ახლა კაცო რა. ასევე გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში, რომ ვიზიარებთ ეუთოს წინასად დასკვნებს. რა არის ეს და ამიტომ ეუთელებო რომ არ გაგაუთავოს ხმეთმა ცოტა სიმართლე და მათთან რაღაცა თქვით ერთი სიტყვა მინდა ბატონო გიორგი დავამატო აუცილებლად რაც შეეხება აი ამ ოპოზიციის მიერ ხალხის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს რაც ეხება რომ მოსახლეობამ თავისი ხმა ფულზე გაყიდა და დაიწყო ასე ვთქვათ ადამიანების წინააღმდეგ ასე ვთქვათ ისეთი განცხადების გაკეთება თითქოს თქვენ ბატონებო ფული არ ქონდეთ აღებული ქალბატონო ნინო ბურჯანაძე მილიონიანი ქონება რო გაჩუქა სააკაშვილმა ერთ ლარად მაგას რა ქვია მერე იგივე ხო შევარდა სააკაშვილმაც მაგის მეუღლემ ბიჭაძეს დიახ ასევე ეგრეთ წოდებულო ოპოზიციონერებო დღევანდელებო თითო მილიონი რო დაგირიგა ბიზინა ივანიშვილმა მაგას რატო არ იძახით ეხლა ან დაუბრუნეთ ბატონებო ეს ფული უკან ხო დააბრუნეთ უკან და მერე დაიწყეთ ბრძოლა ხო მერე დაიწყო სამართლობის ბრძოლა როგორ და თქვენ ხალხს როგორ უბედავთ რა თქმა უნდა კიდე გეუბნე ამ ხალხმა თქვენგან აიღო მაგალითი მე ვგულისხმობ იმ ხალხს ვინც არჩევნებში მიდის
და ვინც არჩევნებში არ მიდის, თავისთავად ვისაც თქვენ ვერ იტანთ ვერც ერთი. ის ხალხი არც ერთ კაპექს არ იღებს არავისგან და უცხადებს ბოიკოტს, მაგრამ ვინც მიდის, უმრავლესობა მათი გარკვეულწილად ზუსტად პოლიტიკურ კორუფციულ გარიგებაშია ბატონო. აი ამის დამატება მინდება მეტი არაფერი, ამიტომ ასევე თქვენ მოგმართავთ თვითონმა თქვენთაგანმა დაწყებული ძიძიგურიდან დამთავრებული ეკა ბესელიათი გამოაქვეყნეთ ის თანხები, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ ღალატისათვის გადაგიხადათ. როდესაც თქვენ იყავით პოლიტიკური მკვდრები და თქვენს გასაცოცხლებლად მან რო ფული დახარჯა. გამიგეთ? ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. და კიდევ ერთი აი საერთაშორისო იმაზე ბატონო ბესარიონ აი ბოიკოტი საერთაშორისო დამკვირვებლები ვადებული არიან როცა ჩამოდიან ამათი ქვეყანას ჩადიან რომ მათმა პოლიტიკური სპექტრი უნდა განზომილება გააკეთონ განზომილება ესე იგი ვინ რა აზია ჩვენ წლების განმავლობაში ვიძახით ბოიკოტი და არ გაინტერესებთ კაცო ვინ არის ეს ხალხი კაცო აფრიკიდან მოვიდნენ თუ ზელანდიიდან გადმოფრინდნენ და რატომ არ გაინტერესებთ რატო უცხადებთ ჩვენ ბოიკოტს ბოიკოტი ერთ-ერთი ბრძოლის პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და ბოიკოტი საცხადება თქვენ მე მგონი ჩემზე ფოკალიზით როგორც სამართლის ექსპერტებმა ხო ცხადება იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ წმენა არ აქვთ იმედი არჩევნებისა და იქ არის წყობილება პოლიტიკური წყობილება არის მახინჯი ან დიქტატორული ან ავტორიტარული ან მაფიოზური არ გაინტერესებდათ კაცოდ არა დავიჯეროთ თქვენ არ მოვიდა ეს ინფორმაციები არ ვიცი არ მოვიდა თქვენ ინფორმაცია რასაკვირველი ესენი ინფორმაციას ვკეტავენ ბუნებრივია ეს ადგილობრივი ისინი მაგრამ თქვენთან არ მოვიდა ეს ინფორმაციები იმიტომ არც ერთ თქვენს განცხადებებში ეგრეთ წოდებულ არჩევნებამდეც არ გაკეთებულა განცხადება და საბჭოთა ეს ეგრეთ წოდებული მრავალპარტიული ტელევიზიები და მედია ბჭყალებში ეს საბჭოთა მედია იქიდე ბატონო ჩემო იძახი არც არ უთქვათ რომ აი ბოიკოტს აწყდებს ხალხი არც არ უცხრიათ რომელიც ეს შემადგენელი ნაწილია ამ დაქცეულ ქვეყანაში კი არა არიან ევროპაში წამყვანი ქვეყნები ვიღაც არის საზოგადოების ჯგუფები რომელიც უცხადებენ ამათი მოტივით ბოიკოტს და ისინი აშუქებენ იმათ და აქ საერთოდ მკვდარია როგორც საბჭოთა იმპერიაში არ შეიძლებოდა თქმა სიტყვა ბოიკოტის თქმისა ასევე ამ ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ მრავალპარტიულ ქვეყანაში აი ეს არის თქვენი სიმახინჯე და ამიტომ კიდე გეუბნებით საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფს ეგ ვეუბნებით რომ არ არის ასე ბატონო ჩემო იმიტომ თქვენ არიცით საზოგადოების განწყობა თქვენ არიცით საქართველოს მოსახლეობის და მისი პოლიტიკური მრავალფეროვნების განწყობა არიცით ბატონო მარტო იცით გიჩი ეს გიჩი სამარცხინო გიჩი ეს ვიღაცები ეს კობახიძეები ეს მდინარაძეები ერთი და იგივე მასაა სხვადასხვა რა ნუ ახლა ისინი ძალაუფლებაში არიან ესენი ოპოზიციაში და ახლა ამათთ რომ ესენი ძალაუფლებაში მოვიდნენ ისევე აი ეს არის მეტი არაფერი განსხვავება არის ბატონო ჩემო და კიდევ ერთხელ ვამბობთ ძალიან გულწრფელად გეუბნებით გადახედეთ თქვენს აზრებს გადახედეთ დადებით სამართლიანი დასკვნები ობიექტური დასკვნები დადებით მეგობრებო თორემ მე ერჩვენიე დღეს საქართველოს მოსახლეობა როცა მათაც ატარდება აქ მართალი არჩევნები და ლეგიტიმური არჩევნები ერჩვენიე დღეს მოსახლეობა თქვენ საერთოდ გამოგიცხადებთ სადაც ბოიკოტს არენდობიან თქვენ იმას უკვე და აქამდე არ მივიდეს ეს მდგომარეობა ასე ფიქრობ დიდება უფალს